მოგესალმებით ყველას. ეხლა ვიმყოფებით იმერეთის ერთ-ერთ მდინარეში. მაღალმთიან მდინარეში, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ექსტრემალური გასვლა არის. ძალიან, ასე რომ ვთქვათ, მანქანით ვიარე, ფეხით და ძალიან ბევრი ვიარე. ბრაკონიერებმაც მომასწრეს ჩამოსვლა. მაგრამ გართობით მაინც გავერთე, აი ის სურვილი რაც არის, ყველა მეთევზე მისთვის ეს ბუნებაში გასვლის სურვილი რაც არის, ეს სურვილიც მოვიკალი. ძალიან მაგარი ბუნება არის. და ვნახოთ, აბა რა იქნება, რა შედეგი იქნება და რა შედეგს დავდებ. უფრო მეტი საინტერესო ვიდეოების გადაღებისთვის ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. და შემდეგში კიდევ ვესწრები, რომ უფრო მეტად საინტერესო ვიდეოები გადავიღოთ. აბა დავიწყოთ ახლა და ვნახოთ რა იქნება. შოფერი გადაიღე. ამორტიზატორები ან როიყიდება იგია, კაი. ამორტიზატორები ვარ, ხო? მაინც ერთ ადგილას გოდია. მაგის ვირიას მაგ ბუნება. აბა, მომხედე? ამას რაჯობია, ამას ზევით შეხედე. ზევით შეხედე რაჯობია ამას, აბჯულებას. ეს არის საოცრება ბუნება. ვირის ანგარიშების გაწყობა. ზუა რაღაც უნდა ვიპოვადო, ხოგა? არ დამიჯერე კი არა, აბიჯო, აჰა. ეხლა ვიმყოფებით იმერეთის მხარეში. ერთ-ერთ მდინარეზე, მდინარის სახელს სპეციალურად არ ვასახელებ. იმიტომ რომ როგორც იცით, ბრაკონიერები ძალიან ბევრი დადიან. და ამიტომ არ ვამბობ სახელს შეგნებულად, თორემ სახელსაც ვიტყოდი რა მდინარე არის. ეს ტერიტორია არის, ასე ვთქვათ, დაცული. არის ხაფანგები დაყენებული, ფოტო ხაფანგები. სოფელის შეძლებს დაგვარად იცავს. საკმაოდ შორი გზა გამოვიარეთ. თან ძალიან ესეთი ექსტრემალური გზები იყო. და ვნახოთ, აბა ჩავალთ წყალთან და რა სიზავს და რა შედეგი იქნება. მედვედი. აი, დათვის ნაკვალებით. ამხელა ტორი აქვს დატოვებული.
უაი. უტაპურდათ ყვალია ბაბა. ესა ჩვენი დალოცული დინარე, რომელიც ძალიან გლომათ არის, მაგრამ ბრაკონიერები არ აყენებენ. მაინც დადიან ბრაკონიერები. ბრაკონიერები მაინც ჩვენი დინარეც. არ ინდობენ არაფრით, არც დენით, არც ამალი. იცავენ, მაგრამ მაინც დადიან დინამეტებით და დენის აპარატებით. ნახოთ აბა, ჩავიდე წყალამდე და დინარესთან მივიდეთ და ნახოთ აბა რა იქნება. ბიჭო, არ ვარ ბრაკონიერი, ბრად იცოდეთ, სუფთა ჯუნგლები. გაუვალი ტყე და ძველი ბილიკი. აი, ნიგუზის ხეებია. საუკუნოვანი ხეები. ამ ხეებთან წესით არავინ არ უნდა მოდიდეს და ხელს არავინ არ უნდა კიდედეს, მაგრამ ესეც ერთგვარი ბრაკონიერობაა, ხო? არის მონაჭრელი. აი, გადაჭრილი ხეები. ნახოთ, აბა წყალთან მივიდეთ და რა იქნება, ძალიან მაინტერესებს. როგორც იქნა მივედით მდინარესთან ახლოს. რა იყო? ცივი არის წყალი? გიო, მაგას უნდა გავიდე? აი, სუფთა ჯუნგლები არის, მაგრამ აი თუ კი რამე ნიგოზის ხე იყო, აი ჩანს ბონი. აი ყველა ნიგოზის ხე არის მოჭრილი. და ნახეთ როგორ არის დაჭრილი რის ცივი ჭრიან ასეთნაირად რა სამზადდებენ არ ვიცი. ჩვენზე მაღალი ჯინჭრები. ვაი. ორივე ხელი მეწვის. დამსუსხა ჯინჭარმა. ჩემზე მეტი მაღალი ჯინჭრები იყო. გიორგი ხვევიც მოტუნობს. დასასმელში გაატარავ. აი. აუ რა კარგი ადგილებია. ძალიან მაგარი ადგილებია. გიორგიმ რაღაცა ნახა. რაღაცა ნახა, ნახოთ აბა. მივიდეთ იქამდე. რა არის გიო? შველი. აუ ნახოთ. შვლები. თან ძალიან კაი ზომები. ნახოთ აბა როგორ ნაკვალები აქვს შველის. ინდივიდები. აი. ეს არის შველის ნაკვალები. თან ერთი არ არის, რამოდენიმე არის ნაკვალები. რა ძალიან კარგია. აბა. ასია შედანაა, წამოს. ზომელი შველის ნაკვალების ნახეთ. ისევ შეხვდა. აი. არის, აუ გაძურა. ვიდეო დაპაუზებული მქონდა. აი. დავიჭირეთ. პატარა კალმახი. რა თქმა უნდა, თევზაობ დუენო ნემსკავებით. ნახე რა ლამაზია. შვენივით. აი მოდი გავუშვა სანამ დაზიანებულა. всё, წავიდა. კარგი იყო. როგორც იქნა პირველი გავხსენი სეზონი. კარგი აბა. გავაგზავნოთ. ძალიან მაგარი იყო.
არის შემდეგი დავსვით. ესეც პატარა ხელს არ კიდევ იმიტომ რომ არ დაზიანდეს. ვაიმე რა ლამაზია. ძალიან ლამაზი არის. აი, უენონებს კავი. შვენიერია. ადი გაიქეცი. ოპ. გაიქცა. ძალიან მაგარია. მივაგენი რას უნდა. ძალიან მაგარი ადგილები აქვს რა. სერიოზული ადგილები აქვს. მაგრამ სავარაუდოდ ბრაკონიერები არიან ამყოფი, იმიტომ რომ ორი გამოსვლა იყო მხოლოდ. მეტი ვერ დავიჭირე. დავიჭერე კი არა, მეტი გამოსვლას არ ყოფილა. ახლა დინებას ზევით მიყვებით და ნახოთ აბა რა იქნება. არდა ძალიან მაგარი ადგილებია. ძალზედაც ნახე, ხეები იყო მოჭრილი, ესეც კანონით დაკრძალული არის. თუ კი რამე ნივოზის ხე იყო, ყველა ნივოზის ხე მოჭრილი იყო. არ მგონია დაშვებული რომ იყოს ეგრე ყველა ნივოზის ხეს მოჭრა, მით უმეტეს საუკუნის ნივზები არის. წლები აქ არის. მისგან ახალგაზრდები არ ვიცი. და ამავდროულად ალბათ მდინარეზე ჩამოიარეს და ამოწყვიტეს აქაურობა. კი აყენია ხაფანგები, მაგრამ ამაზე რატო არ ხდება რეაგირება არ ვიცი. კარგი, აბა გავაგრძელოთ და ვნახოთ რა იქნება. არის გაძვრა. და ცოტა შედარებით ნორმალური ზომა იყო. საოცარი ბუნებაა რა. ბუნება საოცარია. გამაგეროთ. თევზი არის ძალიან ცოტა. დიდი მადლობა ბრაკონიერებს. ასე გულმოდგინეთ რომ ზრუნავენ ბუნებაზე. ბრაკონიერებს აქვთ ნავაშკაცები. ხეები დაჭრილი. თევზი გაწყვეტილი. არ ვიცი რა ჯანდაბით იყვნენ მოწავლენ წყალი. დენითი თევზავენ თუ რა გააკეთენ არ ვიცი. თევზი საერთოდ არაა მდინარეში. არის მარტო ლიფსიტები. გაწყვეტილი არის ყველაფერი. ცოტა ზევითკენ ავიწევით და ვნახოთ აბა შეიძლება იყოს ზემოთ რამე. უბრალოდ დინებას დინება ქვემოთ არის. დინებას აღარ წამოვყევით. აზრი არ ქონდა, ყველა დავდიოდით. აი გადავიწევით იქით და ვნახოთ აბა რა იქნება. ესათვის ბორში ძალიან საინტერესო გასვლა გამოვიდა. ვისაც გიყვართ ბუნება, ალბათ დაგაინტერესებთ. მოდბერი ვარ ვილაპარაკო ვიდეოში შანს ყველაფერი. ლექციას გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო რომ შემდეგში კიდევ ვეცადო რომ უფრო უკეთეს ვიდეოები გადავიღო. აბა წავედი და შემდეგ ჩართვამდე.